2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკით დასრულდება, რაც შეეხება მასწავლებლებს. Ისინი პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. გამოცდის თარიღი, გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული. დამტკიცდა საგამოცდო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ეროვნული გამოცდები წელს ჩატარდება 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით. ვიწყებთ ტრადიციულად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, ხოლო 22 ივლისს იქნება ფიზიკის გამოცდა. ასევე 23-24 ივლისს იქნება სამაგისტრო მიმართულების გამოცდა და ასევე ივლისში ჩატარდება მასწავლებელთა გამოცდები, რომელიც 29 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დღეს მდგომარეობით 43,000-ზე მეტი აბიტურიენტი არის დარეგისტრირებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ტრადიციულად ჩატარდება საგამოცდო პროცესი 24 ადგილას, რომელიც განაწილებული არის 12 ქალაქში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი არის მოცული. თბილისში გაიხსნება 9 საგამოცდო პუნქტი, ბათუმსა და ქუთაისში 3-3, ხოლო დანარჩენ რეგიონებში თითო საგამოცდო პუნქტი. მინდა წარმატებები უსურვო თითოეულ აბიტურიენტს, მაგისტრობის კანდიდატსა და მასწავლებელს ამ გამოცდებზე. გამოცდები ჩატარდება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით და კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდება, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცოდნა დაფასდეს და თითოეულ აბიტურიენტს, თითოეულ გამოცდის მონაწილეს ჰქონდეს მაქსიმალურად მყუდრო გარემო იმისთვის, რომ მან თავისი შესაძლებლობები, ცოდნა და უნარი გამოავლინოს და მიიღოს შესაბამისი ნიშნები.